ერთ ჩემს კარგ ნაცნობს მოზდის თავში იდეა, რომ მას უნდა კაფის გაკეთება, მეორე კაფის, გაშალოს თავისი საქმიანობა. გონების ეშელონში ლოგიკური და მიზეზობრივია. ხო ეს ემოციურად ასე მატერიალურად ბენეფიტური. ადამიანს უნდა რომ გახსნას და გააფართოვოს თავის საქმე. ეს იდეა მოვიდა. იდეა რომ მოვიდა, მას მოყვა თავისი შესაბამისი ენერგია. ამ იდეამ და ენერგიამ გადადგა პირველი ნაბიჯი ჭადრაკის მაგიდას ცხოვრებაში. რომელსაც მოყვა შესაბამისი რეაგირება იმისათვის რომ გახსნა კაფე, საჭირო რაღაცა კომერციული ფართი, შებზარეული, ისა ინფრასტრუქტურასაც ვაკეთებ. ანუ გადადგი ნაბიჯი ეს მინდა და მოყვა ამას რეაგირება. რეაგირების მერე შენ აკეთებ ახალ ანალიზს, მენტალურ ემოციურს და დგამ კიდე ერთ ნაბიჯს, რომელსაც მოყვება კიდე ერთი რეაგირება. შენომ კიდე შედეგი რეაგირება, ნაბიჯი რეაგირება და მეშვიდე სვლაზე ხდება მას სიტუაცია. სადაც კომპლექტში შედის ერთ ქალთან. კომპლექტში რო შედის ამ ქალთან ეხლა უკან რო წამოვყვე ვიზეთ საუბრობ ამ ადამიანზე, ყველაზე ჰუმანური ადამიანია, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. და ამ ჰუმანურ ადამიანს კონფლიქტი მოდის ამ ქალბატონთან და სიტყვიერ შეურაცხყოფას იღებს. როდესაც მისგან ეს თითქმის წარმოუდგენელი მოვლენა შედეგად ამისი ამ ქალბატონის ახლობლები ამას ფიზიკურად უსწორდებიან, გალახავენ და ამის პასუხად ეს მოიხმარს ნარკოტიკს. როდესაც სუსუთავიდან ნაბიჯს რომ დგამდა მასში და თქვა რომ მე მინდა კაფის ფართოება, იყო სისტემური ტყვილი, მას მოხმარება უნდოდა.